შავი ფული და სიყვარული. დედა, მამას კვერცხი არ უნდა, ჩაი თუ მზად არის ვისაუზმოთ. დედა, რამე მოხდა? რატომ ნერვიულობ? შენ მამასწავლებელმა, იმ პროფესორმა დარეკა. მამა შენის ოპერაციის დღე დაუნიშნავთ. მართლა დედა? როდის დანიშნეს? თვის ბოლოს. რა კარგია, ესე იგი მამა გამოჯამრთელდება. მოიცადე, სად მიდიხარ? მამას გავახარებ, დედიკო. წლებია ამ ოპერაციას ელოდება. ლოდინი კიდევ დიდხანს მოუწევს შვილო. ოპერაციის ფული არ გვაქვს. თვეების განმავლობაში საავადმყოფოში უნდა იწვეს. ფიზიოთერაპია ჩაუტარდეს. ამას როგორ გავწვდებით? ჩემადან ფული ხომ დაგვიტოვა? ის არ გვეყოფა. 20,000 ლირა გვაკლია. ჩემს გოგონას უკანასკნელ სურვილს ვერ ვუსრულებ. ბექირს ვერ ვეხმარები. ფულს მე ვიშოვი, დედა. ჩემო პატარავ, შენ რა შეგიძლია? ჯერ სტუდენტი ხარ. დედა, ჩემი და ვისთანაც მუშაობდა იმ ხალხთან წამიყვანე. იქნებ დამასაქმონ. არა. ერთი შვილი უკვე დავკარგე. ის ხალხი აღარ მიხსენო. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, დედა. იცულებული ვართ. მამამ ოპერაცია თუ არ გაიკეთა, გამოდის რომ ჩემს დას თავით ყვილად გაუწირავს. მისი სული ვერ დამშვიდდება, დედა. გთხოვ, მიმიყვანე იმ ხალხთან. ოპერაციის ფულს ვიშოვი და თავს დავანებებ. აღარ გავეკარები. არ ვიცი. ამათ გავხდი. ასლი. მესმის რომ რაღაცა იდუმლო გაქვს. მაგრამ თუ დამალავ, შენვე დაზარალდები. საავადმყოფოში დაფიქსირებულია, რომ მამა შენის მკვლელობის ღამეს იქ იყავენ. ექიმის ჩვენებას საქმეს დავურთავ და გაგათავისუფლებ. სახლში წახვალ და შენ შვილს დაუბრუნდები. არ შემიძლია. ვერ ვიტყვი. ესე იგი საავადმყოფოში წასვლის მიზეზს მალავ. რას მალავ, ასლი? თუ მეტყვი ვეცდები დაგეხმარო. დედამ არ უნდა გაიგოს. თორემ წამართმევენ. ვინ? ვინ რას დაგართმევს? ასლი. ასლი შემომხედე. თვალებში შემომხედე. რას გულისხმობ? მე შენი მეგობარი ვარ, ასლი. შეგიძლია მენდო. როგორ ჩანს, რასაც მალავ შენთვის ძალიან ძვირფასია. კარგი, ოჯახის წევრებსაც არაფერს ვეტყვენ. ვირდები. არცელებს ვეტყვენ. მე ფეხბურთიმედ ვარ, რომერ. იმ ღამეს მუცელი ამტკივდა. ჩქარა. ექიმ რა აგებს დაუძახეთ.
ყველაფერი იცის. ფეხბძიმედ ვარ. დენა დამეწყო. ახლავე დავურეკავ. ასლი, წამოდი პალატაში შევიდეთ. გთხოვთ დამეხმარეთ. წამოდი ასლი. ბავშვი გადაარჩინეთ, გთხოვთ. დამშვიდდი ასლი. დამაწვინეს და წვეთოვანი დამიდგეს. ბავშვი როგორ არის? თავს უფრთხილდები? ბავშვი კარგად არის. მე წამლებს ვიღებ. ფსიქოტროპულ პრეპარატებს. დარწმუნებული ვარ ამის ბრალი იყო. კურნალობა რომ გავაგრძელო, ბავშვი დაიღუპება. ან გული დაუავადდება. ვერ გაუძლებს და მოკვდება. მომისმინე. თუ ვიმკურნალებ, ჩემი შვილის გულსიანს მივაყენებ. ჩემ შვილს ვერ გავწირა. მისი გული ფსიქოტროპულ პრეპარატებს ვერ გაუძლებს. შეიძლება დაიღუპოს. ან ავადმყოფი დაიბადოს. არ მინდა ჩემ შვილს სუსტი გული ჰქონდეს. ამას არ დავუშვებ. მესმის. შენი მესმის ასლი. მამა შენს ამის გამო ეგამათე. ჭერში ტყვია ვიპოვეთ. მამა შენს იარაღით ემუქრებოდე. მამა შენის მოკლა რატომ გინდოდა? იქ აღარ დაუბრუნდები. ასლი, სხვა გზა არ გაქვს შვილო. მეზისხები. ყველა მეზისხებით. იქ აღარ დაუბრუნდები, მაგას სიკვდილი მირჩევნია. შვილო, რას აკეთებ? ასლი არ გინდა შვილო. გამიშვი. არა. ასლი, შვილო. გამიშვი. ჩემი არ ესმით. არც უნდათ რომ გამიგონ. მამამ მთელი ბავშვობა კლინიკაში გამატარებინა. ეგონა რომ მეხმარებოდა. მამას ამიტომ ეჩხუბე. ვერ წარმოიდგენ რა გადავიტანე. საშინელი ადგილია. თუ ნამყოფი არ ხარ ვერ მიხვდები. ასლი, შეიძლება კიდევ რამდენიმე შეკითხვა დაგისვა. საავადმყოფოს მონაცემების მიხედვით, იქ 9 საათი დარჩენილ ხარ, მაგრამ გადასხმას 9 საათზე მეტი სჭირდება. მგონი რაღაც შეცდომაა. ხო, სახლში გამთენიისას მივედი. დედა ბავშვობიდან მითვალთვალებს. სად დავდივარ, რას ვაკეთებ, ვის ხვდები, კამერებიდან ხედავს. შემეშინდა არ გაეგო და ექიმს ვთხოვე 9 საათი ჩაეწერა, მაგრამ იქ გაცილებით დიდხანს დავრჩი. ამას ჩემი ექიმით დაადასტურებს. ექთნებს კითხე თუ გინდათ, ისინიც გეტყვიან. სათვალთვალო კამერები ამიტომ გამოართვევინე? არა. მე ფანჯრიდან გადავხდი. კამერები ჩართული იყო. კარგი, უფროს დაველაპარაკები. იმედია გაგიშვებს. ომერ. დედამ და ელიფმა არ უნდა გაიგონ. გთხოვ, დამპირდი. ასლი, მომისმინე. კურნალობა უნდა გააგრძელო. თორემ რომ ნერვიულობ ბავშვს მოქმედებს. ნუ ღელავ, კარგად ვარ. ექიმმაც იცის, ყურადღებას არ მაკლებს. კარგი. თუ ასეა შენინება. ოღონდ ფრთხილად იყავი, კარგი? ომერ. ამ ბავშვს თუ დავკარგავ, ყველაფერი დამთავრდება. სიცოცხლე აზრს დაკარგავს, გესმის? ის კაცი ახლა აქ არის? არ ვიცი. შეტყობინებას დავუტოვებ. აქ დამელოდე.
ისმენთ? მეთინ ბეის ვეძებ. სადაც შეიძლება? მეთინ ბეისთან რა საქმე გაქვთ? მე მინე ქაზიმის დედა ვარ. ჩემი გოგონა მეთინს აქ ხვდებოდა ხოლმე. მისამართს მოგცემთ, მიაკითხეთ. მეთინი ახლა იქ იქნება. კარგი, გმადლობთ. გამელოდეთ. ომერ, რა ხდება? ასლის გაათავისუფლებენ? ჯერ ალის უნდა დაველაპარაკო. თუ დათანხმდება გავუშვებთ. ასლი მარგითხრეს ავადმყოფოში რატომ მივიდა? ელიფ ამას ვერ გეტყვი. რატომ? იმიტომ რომ ასლის პირობა მივეცი არ ვიტყვი მეთქი. ომერ, უნდა მითხრა, საავადმყოფოში ერთად მივედით, ერთად გავარკვიეთ. უფლება მაქვს ვიცოდე, ის ჩემი და. მე მისი დახმარება მინდა. ამაზე ნუ აღარ ველაპარაკებთ ელიფ. რა ჯიუტი ხარ? ასე რომ იქცევი ძალიან ობრაზდები. ახლავე მითხარი რა მოხდა? ელიფ დაღლილი ხარ. არ გიძინია. ამიტომ ვერ ხვდები რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ელიფ მთავარია ასლი ეჭმიტანილი აღარ არის. მამაშენი და ჩემი საცოლე მას არ მოუკლავს, ეს არის მთავარი. კარგი, გეთანხმები, ჯიუტი ვარ. მაგრამ არ ჩენ ხარ ნაკლები. სერიალს? არა, მეც ვეღარ გავუძლებ, პოლიციაში მივდივარ. მოიცადე. ჟურნალისტები ვერ მოვიშორეთ. ჯობია მოერიდო. ხო, მაგრამ გულხელდაგრაფილი ხომ არ ვიჯდები. ვინ იცის ჩემი ცოლი რა დღეშია? რა იყო? ასლი ახლა გაგახსენდა? პოლიციაში რატომ არ დარჩი? ზერინ ჰანიმ, მე კმარა თანერ. შენი მოსმენის სურვილი არ მაქვს. ყველაფერს ელიფი მოაგვარებს. შენ არ სჭირდები. დილამდე მშვიდად ხომ გეძინა? ახლა ბაჰარს დაუჯერე და ძილი გააგრძელე. აბონენტი დროებით მიუწვდომელია. სად ხარ? შვილო, ეს ფერი მოგწონს? როგორ ფიქრობ, ის კაცი მოვა? რა ვიცი, შვილო, რა ვიცი. გავიგე მეძებდით. ისიც რა? ფიქრობ ასლი უნდა გავათავისუფლოთ. რა ადვილად დაურწმუნები ხარ? ჯერ ოჯახი უნდა დავკითხოთ. მე არ ვწდები ამ ოჯახში ნამდვილად რაღაც ხდება. ასე რომ არ იყოს ჩანაწერებს რატომ წაშლიდნენ? ჯერ ადრეა ვერ გავათავისუფლებთ. მტკიცებულება არ გვაქვს. ექიმს ველაპარაკე, მთელი ღამე იქ იყო. მტკიცებულების გარეშე ვერ დავაკავებთ. მართალი ხარ? იქნებ ექიმი გააფრთხილეს, ან ჩანაწერები გააყალბეს. ვიდრე არ გავიგებთ სახლში როდის მივიდა ვერ გავუშვებთ. საქმეს ნუ ართულებ ჰუსეინ. შენს მას დაუჯერე. კრიმინალურ განყოფილებაში დაბერდი, მაგრამ ომერმა გაჯობა. რას ბრძანებთ? აღიარე ჰუსეინ, ამჯერად შეცდი. მაგრამ არ იდარდო, ხდება ხოლმე. სათვალთვალო კამერის ჩანაწერებს დაველოდოთ. სხვა ყველაფერი გარკვეულია. გოგო გაათავისუფლეთ.
ჰუსეინ ასლის ოჯახს შევატყობინო. შეატყობინე. რას მიყურებთ? ვერ გაიგონეთ? წადით გაათავისუფლეთ. ახლავე. ომერ, რა ხდება? ასლის მალე ნახავ. შეგიძლია წაიყვანო. გმადლობ. მაპატი. არა უშავს. მე ისე დავიბენი, რომ კარგი. მოგვიანებით გნახავ. კარგი, ნახვამდის. ნახვამდის. გმადლობ. ომერ. რა? მაპატი. ხომ გითხარი არა უშავს მეთქენ? არა, იმიტომ არა რომ მოგიხვიე. არა, მაგიტომაც, მაგრამ კარგი, დამშვიდდი. შენი მესმის. მეგონა სიტყვა არ შეასრულე და უხეშად მოგიქეცი. მე გავიგე რომ ასე არ ყოფილა. დაგირეკავს კიდეც. მეტი რა უნდა გექნა პირიქით მე მოკლედ, მაპატი. არა უშავს. კარმწყენია. ხდება ხოლმე. არ მიფრასდები? მე არ მეტყვი რომ ნაწყენი და გაბრაზებული ხარ და რაც მოხდა იმას არასდროს მაპატიებ. გეტყვი. რასიზამ. ხეთი დღე მაოცებ. ყველაფრისთვის მადლობელი ვარ. მადლობას ნომიხდიელებ. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. ოჯახ უნდა. ოჯახ. რომ არ გვიჭირდეს, არ მოვიდოდით, ფული გვჭირდება. თქვენი იმედი გვაქვს. ალლაჰი შეგეძიოთ. მე ვერაფრით დაგეხმარებით. თქვენმა განსვენებულმა შვილმა მიღალა და სიბელს რაც დაავალეთ ის გააკეთა. ჰატიჯეც გააკეთებს. ცოტა ხნით მამუშავეთ, მე აღარ შეგაწუხებთ. ნუ მეხოწები. შენმა და ერთ პოლიციელს გადამკიდა და დღემდე ვერ მომიშორებია. ვითომ შენ რატომ უნდა გენდო? ვეღარ გავრისკავ. ეს აღარ მოხდება. ჰატიჯე სანდო გოგონა, ომერი ვერაფერს გაიგებს. თქვენი განსვენებული შვილით სანდო მეგონა, მაგრამ შუა გზაზე მიმატოვა. თქვენს ოჯახს ტყუილის სისხლში აქვს გამჯდარი. უკანასკნელი იმედი ეს იყო. მურჩა.
მამა შენს ოპერაციას ვეღარ გავუკეთებთ. შვილო, სად მიდიხარ? ერთი წუთით, თუ შეიძლება. მამა ჩემის ოპერაციისთვის ფული გვჭირდება. დამიჯერეთ, გთხოვთ, არ გიღალატებთ. თუ ასეა ტელევიზიით გამოაცხადე, სოციალური კამპანია გამართე. სხვებს თხოვე, ჩემგან ქურუშს ვერ მიიღებ. სასოწარკვეთილება რა არის, არ იცით? ხომ ხედავთ, ისეთი სასოწარკვეთილი ვარ, ნებისმიერ დავალებას შევასრულებ. ფული როგორმე უნდა ვიშოვო, გთხოვთ. ძალიან გთხოვთ. რა გითხრა, დაგთანხმდა? არ ვიცი, დედა, არაფერი უთქვამს. წამოდი. დილამდე განყოფილებაში მხოლოდ შენ მელოდებოდი, არა? მე ვუთხარი, რომ სახლში წამოსულიყვნენ. მადლობელი ვარ. მართლა მადლობელი ვარ. წავიდეთ. მოვიდნენ. შვილო, საყვარელო. ეშენი დამსახურება. ჩემო ლამაზო გოგონა, კარგად ხარ? კარგად ვარ, დედა, კარგად. დაიგო. ჯანი სად არის? მამასთან გავგზავნე. უკეთ რომ გახდები, დაბრუნდება. კარგი. საყვარელო, როგორ ხარ? გმადლობ. მოგენატრე არა, საყვარელო? რა თქმა უნდა, მომენატრე. შვილო. საყვარელო, გმადლობ. დიდი მადლობა. წამოდი. წამოდი. ალის ნათქვამი ხომ არ გეწყინა? რას ამბობ, რა უნდა მწყენოდა? განყოფილებაში ჩემზე უკეთესი არავინაა. ყველას ვაჯობებ, თუმცა ცოტა არ იყოს დაუბერდი. თანაც რაღაც ხომ დაიგავოს ჩემი ადგილი. სხვა შენ არ ჯობი ხარ? ვიამაყებ მაინც. ალაჰი შეგეწიოს ველი. მადლობ ჰუსეინ. სახურავს აკეთებინებ? სხვა რა გზა მაქვს, მელიქემ ცოცხლად შემჭამა. ალაჰი შეგეწიოს ველი. გმადლობ ომერ. შენებლობა წამოგიწყიეთ. დედა, ხო, ნეტა ქავითაზე მოგემზადებინა, ჰუსეინს უფრო უყვარს. ეს არ მოეწონება. თუ არ მოეწონება, შენ კი არა მე მისაყვედურებს. დედა, მოვედით. გამარჯობა, შვილო. ხელები დაიბანეთ და მოდით, სუფრა გაშლილია. მოდი. მოვდივარ. ალლაჰ. გელივით მშია. წადი, ხელები დაიბანე, შვილო, წადი. განყოფილებაში დავიბანე, დედა. გახტაში დამეხმარე. ხილად. კარგი. მელიქე ჩაიდამისხი გამომაფხიზლებს. მოვდივარ, საყვარელო. საზამთროც ვიყიდე, იმ დღეს ხომ მოინდომე. რა თქმა უნდა, სახურავს რომ ვაკეთებინებ, ეგ იმიტომ გახსოვს. კბილი სიტყვა აღარ გენანება არა მელიქე. რას ამბობ, ჰუსეინ? რატომ არ მითხარი ველის მოყვანას თუ აპირებდნენ? რა მნიშვნელობა აქვს? მოვიდა, ნახა და საქმე შეუდგა. საზამთროც მოვიტანე. მადლობ. მიირთვით. იმიტომ გეკითხები, რომ ბევრი პრობლემა გაქვს. ფულის ადიშოვე.
მგონი ლატარიაში მოიგო ომერ. კრედიტიც კი დაფარა. ნუ აზვიადებ მელიქე. მართალია ერთად ვართ და ყველა გასაჭირს ერთად გადავლახავთ. რამდენიმე ქურუში მეც მაქვს გადადებული. ო, მართლა. დედა რას ელაპარაკოა? გავაკეთე და მორჩა. მე რამე თუ დაგჭირდება ომერი მოაგვარებს. ისე ხე? Oğlum sen kendin. შენ არი დერდო. Ben sandıktan alayım. წევრიდან ამოვიღე. Yavaş yavaş. ნელ-ნელა ხელფასიდან ჩამომაჭრიან. Hadi hadi. Allah. ჭამეთ, რაღაც უცდით. Yiyin. Yiyeceğiz. შევჭამთ რა გვეჩქარება. ძალიან გემრიელია. ასლის საყვარელი ღვეზელი მზად არის? დიახ, ზერინჰანი. მომისმინეთ. გუშინ ძალიან დიდხანს ვიყავი ოთახში გამომწყდეული და სუფთა ჰაერზე გასეირნებას ვაპირებ. შენც წამოდი ელიფ. რახანი ერთად არსად ყოფილვართ. მერე ჯანსაც გავუაროთ. სულ და მავიწყდა. მისთვის ველოსიპედი უნდა მეყიდა. რა სიტყვი? ველოსიპედი ვუყიდოთ? კარგი, ვუყიდოთ. ოღონდ დღეს დაისვენე, ხვალ წავიდეთ და ვიყიდოთ. კარგი? საყვარელო, პოლიციაში წამალი დალიე? ექიმა ხო მოგიტანა? მომიტანა და დავლიე. უკაცრავად. გისმენთ? დღეს საქონლის გადმოცემის დღეა, იმედია არ დაგვიწყებია. საქონელი სადაა? ყველაფერი მზად მაქვს. იმ საბუთებსაც ხელი მოვაწერე იმ დღეს რომ მომეცი. შენ მოგიტანო? დღემდე სულელი გგონი ვარ. მისამართს მოგცემ პირადად მიხვალ და მეიტანა. გასაგებია? სახლიდან ვერ გავალ, ჩემი და შეუძლოდ არის. დაცვაც გვერდიდან არ მშორდება. კარგი, როგორც სიტყვი, მაგრამ გაფრთხილებ, ეს ბოლო შეღავათია ელიფანიმ. შენი დისხათრით. დედა, რა მოხდა? ასლიმ დაკითხვის დროს რა თქვა? არ ვიცი, არ მითხრეს. იმ ღამეს ატყოფილა სახლიდან რატომ გაიპარა? არ ვიცი დედა. არც ომერმა მას ეწოდინება რატომ არ გითხე? ვკითხე, ასე მითხრა ასლის პირობა მივეცი და ვერ გეტყვიო. ნეტა რა მოხდა? თუ არ გეწყინება დავწვევი. ჭრილობა მტკივა, თანაც დაღლილი ვარ. კბილძილს გისურვებდი, მაგრამ ამ ხმაურში როგორ დაიძინებ? ველი მთელი მონდომებით აბრახუნებს. ჩაკოჭის ხმა ნანასავით ჩამესმის. მელიქე საწოლი მზად არის? მზად არის. კარგი, წავედი. ომერ, შენც დაისვენე. ქურთუგით რატომ ზიხარ? გაიხადე, მომეცი. ახლა. მადლობა, აბაზანაში შევალა. კარგი. დედა. ომერის ქურთუგს ქალის სუნამოს სუნიასდის. თავი დაანებე მელიქე. ხელოსნებისთვის ღვეზელი და ჩაი რომ უნდა წაგეღო და გავიწყდა, წადი გელოდებიან. დედა მართლა გეუბნები, ნახე. შენ საქმეს მიხედე შვილო. ასეც რომ იყოს მერე რა, ჩემი ნათქვამი მართლდება. ომერი ელიფს ისევ ხვდება და მიჯერე. რა იცი რომ ელიფის სუნამოა? სუნი ისევ ასდის. ძვირფასი სუნამოა და იმიტომ უბრალო რომ იყოს, სუნს მაშინვე დაკარგავდა. თავს დავდებ. ელიფის სუნამოა და მიჯერე ერთმანეთი შეუყვარდათ. ენას რატომ ვერ აჩერებ მელიქე? რამდენჯერ გითხარი მეგობრები არიან მეთქი?
კარგი რა დედა რას ამბობ? რა მეგობრები? გეუბნები ქურთუქს ელიფის სუნამო სუნიას დისმეთქი. მელიქე მართალია დედამ. ელიფის სუნამო სუნია. მაგრამ დედაც მართალი ერძალო. მე თავი დამანებე. მელიქე, ქმარს მიხედა. ხმაურში ვერ გავიგონე, ახლა ვემივხედავ. ომერ, ყურადღებას ნუ მიაქცევ. მელიქეს ხომ იცნობ? ერთი შეშლილი ყველა ოჯახშია. ვიცი დედამ. კარგად ხარ? ახლა უკეთ ვარ. წავალ დავისვენებ. კარგი, თავს გაუფრთხილდე. კარგი. წადი. ძლივს მოვახციეთ. ჩაი დავლიოთ. ცოტა დამშვიდდებით. ჯანდაბა, ეს რა მომივიდა? გაუშვი, შვილო, გაუშვი. რაზე ფიქრობ? რაზე? თუმცა რას გეკითხები? ისედაც ვიცი რაზეც ფიქრობ. ახლა როგორ მოვიქცეთ დედა? უარიც არ უთქვამს. მერე თითქოს დამთანხმდა. ვერ მივხვდი სამუშაოს მომცემს თუ არა. არ ვიცი შვილო, არ ვიცი. იმედია გაგვიმართლებს. ამას აქ ხშირად დროს ჩემი თაღლითობაა. საბრალო ბექირი. ბეც დამურჩილდება. სხვა რა გზა აქვს? გისმენთ? ადიჯე, მეთინე ვარ. დიახ, გისმენთ. მოდი, ქელებჩე. ჭამე და დაიძინე. იცოდე არ შემაწუხო. კარგი? გამარჯობა. ემრე, რა ხდება? ხო მითხარია ჭმიდანის აბაზაში შედი და იმ ხალხზე ინფორმაცია შეაგროვეო. გითხარი? სულ უმნიშვნელო დეტალის კი შემატყობინეო, ხომ მითხარე? მერე? იმ დღის შემდეგ ვარკვევ. ლამის დაუბრმავდი, მაგრამ იმ ორზე მნიშვნელოვანი რაღაც გავიგე. ვის გულისხმობ? აჰმედ დენიზერს და სიბელ ანდაჩის. დედა, გამარჯობა. რა მედალიე? თანერ, თუ შეიძლება დაგვტოვე. ჩემ შვილთან მარტო ყოფნა მინდა. დიახ. გმადლობ. რა ხდება დედა? შვილო, მე დედა შენი ვარ. იცი რომ შენთვის ყველაფერს გავაკეთებ. ვიცი? მაგრამ რა გინდა დედიკო? ელიფს ველაპარაკე. ომერისთვის რაღაც გითქვამს, მაგრამ რა არ გვეუბნება. ძალიან მეწყინა. დედას რატომ მომალა? იმ ღამეს სად იყავი? სახლიდან რატომ წახვედი? საკმარისია. ამდენი შეკითხვებით თავი მომაბეზრეთ. ვალდებული არ ვარ რამე აგიხსნათ. რატომ ნერვიულ ბასლი? შვიდაც ვლაპარაკობთ. აღარ დამელაპარაკო. აღარ. ხმა აღარ გამცე. არ მინდა. ასლი.
ბაჰარ სამკაულები რომ დავამზადებინე ხომ გახსოვს აი ნახე მინდა ერთ მისამართზე წაიღო ოღონდ საბუთები არ დაგავიწყდეს კარგი ახლავე წავიღებ შენ გელოდებოდი თორემ ყველაფერი უკვე მზად გვაქვს ძალიან დაგხალი არა დღეს ჰოლდინგში ნუ წახვალ სახლში დაისვენე არა ლევენტ ბეი ისეთი მონდომებულია ელფეჯიმთან დაკავშირებით დღეს სამ შეხვედრას მართავს ო საქმის გამო შენს ყველაფერს დათმობ დასვენებაზეც უარ სიტყვი გავიქე დღეს ლევენტ ბეი პოლიციაში მოსულა ო მისი მადლობელი ვარ დამამშვი და მარტო არ დამტოვა ევრენ ბეიც კარგი ადვოკატია ასლის ძალიან დაეხმარა ევრენ ბეიზე კი არა ლევენტ ბეიზე ვილაპარაკოთ ხომ გახსოვს რა გითხარი ლევენტ ბეი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს მეთქი მე არასდროს ვწდები ხო მაგრამ მე სხვა მომწონს ისევ ხო ვერაფრით ვივიწყებ რა ვქნა ამდენი რისთვის ვილაპარაკეთ ხო მაგრამ ეს არაფერს ცulis რომც დაგიჯერო საერთოდ რომ აღარ შევხვდე რომ ვიღვიძებ მაინც მასზე ვფიქრობ ვიძინებ და თვალწინ ისევ ომერი მიდგას იცი გუშინ რა მითხრა რა მეგობრები ვართო ამას ჯობდა რაღაცაზე გაბრაზებულიყო ან რამეზე გვეკამათა ეს მე რჩივნა არც ლევენტ ბეი მაინტერესებს და არც არავინ ელიფ როგორ ხარ? შეიძლება უკვე გძინავს. ამიტომ არ გირეკავ. ან იქნება არც გძინავს. და როგორც გჩვევია. ვილეულს მიერთმევ. კარგად ხარ? რამე თუ დაგჭირდება დამირეკე. ბურაკ გისმენთ მეთიმ ბეი ტოსტი და ფორთოხლის წვენი მომიტანე ახლავე მეთიმ ბეი ელიფ დენიზერისგან საქონელი მივიღეთ ყველაფერი კარგადაა მოგზანდით აი ხომ ნახე დაუჯერებელია ომერს დავურეკო არა მოიცადე ჯერ ცოტა უნდა დავმშვიდდე ზერინ გამარჯობა თაიარ ისევ მიბრაზდები? არა არ გიბრაზდები ასლი გაათავისუფლეს და მაინც უგუნებოდ მეჩვენებე
ასლი მისევ გული მატკინა. რატომ? განყოფილებაში რამე ცუდი მოხდა? არა, მაგრამ ასლი რაღაც მნიშვნელოვანს მიმალავს. რაღაც ისეთს, რაც პოლიციის თანამშრომლებმა იციან, მე კი არა. ძალიან ნერვიულობ. რა უნდა იყოს? საინტერესოა. ხო, მაგრამ ასლის ამბავი ხომ იცი? ძალიან ჯიუტია. შენ არ იდერდო. ახლა ვიდავრეკავ და ყველაფერს გავიგებ. გმადლობ. ჩაის არ შემომთავაზებ? სახურს უთხარი მომიტანოს. ახლავე. ალი, რაღაც უნდა გკითხო ასლი დენიზერთან დაკავშირებით. მადლობ შვილო. მიირთვით. რა ხდება თაიარ? რამე გაარკვიე? გავარკვიე. გავარკვიე. ასლი ფეხმძიმედ ყოფილა. რა? აჰმეთის გარდაცვალების დღეს საავადმყოფოში წასულა, რომ ბავშვი გადაერჩინა. ბავშვის სიცოცხლის გამო საკუთარ ჯანმრთელობაზე უარს ამბობს. ყველას დაგვიმალა. სამწუხაროდ. მაგრამ ისიც კარგად იცის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ბავშვის გაჩენის უფლებას არ მისცემთ. ეს იგივე თვითმკვლელობაა. თავს იკლავს თაიარ. ცხადია, წამლებს არ იღებს და შეტევები ამიტომ დაეწყო. ესე იგი ამის ბრალი ყოფილა. ეს ბავშვი არ უნდა დაიბადოს თაიარ. რომს გაჩნდეს, ხეიბარი იქნება. ეს არ უნდა დავუშვათ. ეს მისი გადაწყვეტილებაა, ზერინა. ჩვენ რა შეგვიძლია? უნდა დამეხმარო. ნუ თუ არ შეგვიძლია, რომ აბორტი ჩუმად გავუკეთოთ. მე დედა ვარ და გთხოვ. შვილს ვერ დავკარგავ. ამას არ დავუშვებ. გთხოვ, გამიგე. საავადმყოფოების მფლობელი ხარ. ძალიან გთხოვ, დამეხმარე. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები: მაია ფაჩუაშვილი და დავით ბერაძე. სერიალს